პირდაპირ რემატჩზე რა სიტყვით? რა თქმა უნდა, ეგ არის საუკეთესო ვარიანტი რა. მე მაინც ვხედავდი ილიას პირდაპირ რემატჩს, რომ ძალიან ჯერ ერთი რეაბილიტაციას დრო ჟირდება. მე პირდაპირ რემატჩს ვიჯობია ერთი ბრძოლა კიდე ჩაატაროს და ისე დაბრუნდეს. ახლა გეიჯისთვის ოკეი, კიდე ერთი ბრძოლა ახლა ილიას გამოჯანმრთელებას ვერ დაელოდება, მაგრამ ილია რო გამოჯანმრთელდება, მე პირდაპირ რემატჩში რო დააჯახო. როგორ აქ მომენტი ილია იმხელა ვარსკვლავი არის, ხო UFC-ისთვის იმხელა რესურსია, რომ შეიძლება მისცენ პირდაპირ რემატჩი და გამოიყენონ. მე უბრალოდ სპორტული თვალსაზრისით ვთვალ, რომ მსახურებს. ჯობია რომ პედიპიმრედი გატეხო შვაზე, ყველაზე გაიგე ან არმანი გალახოს ლავში. ორივე ჩემი აზრით ერთი easiest match-ები არის იმისთვის რა ქვია რა, ტოპურიათვის. გინდა არმანი, გინდა პედიპიმრედი, ერთი დონის სიმარტივის ბრძოლა არის. და შეიძლება არმანი სადღაც უფრო მარტივი იყოს რა, მაგ ბრძოლაში. და მე მირჩევნია ვიღაც მაგაზე გაატაროს 25 წუთი, კიდე რომ შეეჩვიოს. ხომა წყალს ასე რომ ვთქვათ რა, სადაც მართლა რომ ვთქვათ, ხო, მეორეთ იყო, მეოთხე მეხუთე რაუნდში ილია და ასეთ სიღრმეში მეორეთ იყო რა. დამაზიან მე მირჩევნია რომ კიდე ერთხელ გაატაროს, როგორც უშემატკივარი, როგორც სპორტის მომხრე, მაგა და იმ შემდეგ დაბრუნდეს title shot-ზე რა, თუ იქნება. რამდენი ხანი უნდა დაისვენოს ილიამ ესეთი ზიანის შემდეგ? გააჩნია რამდენი, ანუ ექიმის დასკვნებს რა, რამდენად დაზიანებულია და რა ჭირს, მაგრამ ფიზიკურის იქით ალბათ ცოტა მენტალურადაც უნდა გამოვიდეს და ეგრეს დაისვენოს და მე მგონია რომ მინიმუმ 6 თვე ჭუბი არ ჩანიშნოს. მინიმუმს ვიძახ. თვითონ მე უკვე შეიძლება. ჯერ სულიად უნდა აუდგეს თვალი, ცხვირი, ძვალი, ნეკნი, რაც ყველაფერი დაიზიანა. მენტალურადაც უნდა დამშვიდეს, მიგრძნოს რომ ისევ იქ არის, სადაც საჭიროა რომ იყოს და მერე და ეგ ხა ორ სამთვეში არ მოხდება რა. ხა როგორც ოლივეირამ რო ჩანიშნა სამთვეში ილიას მერე ჭუბი, ეგრე არ უნდა მოიქცეს ესში. ანტონის მიტმა თქვა, რომ რაც უფრო სწრაფად მით უფრო კაი ამისთვის რომ დაბრუნდეს, ასე ხარ ანტონის მიტი იძახის, იმიტომ რომ გონია ანტონის მიტს რომ აუ ეს გძნობაო და ისაო რომ ეს ბოლო ბრძოლა ესეთი ქონდა და ისაო რომ შიგნიდან შეაწუხებსო ძალიანო და რაც უფრო მალე დაბრუნდება უკეთესი არისო და ხუით შენ გონია რომ 2026-ში არ უნდა ვნახოთ? უყურე სამედიცინო კონდიციებში როგორ არის თოფურია. მაგ არის ყველაზე მთავარი წერტილი. თუ ექი მათქვა რომ შეუძლია ჩუბი 4 თვეში და ჯამთელი იქნება, ხო, რა უშავს ჩუბს 4 თვეში მშვენიერი არის, მაგრამ თავარია როგორ იქნება ილია თოფურიას აღარ შეგნება მაგდენი კი არა მაგაზე მეტი შეგნება აქვს, რომ ანუ გაწურული არ მიიყვანოს თავი რა, უბრალოდ რა ქვია. თვით მაგ სიტუაციამდე, ამიტომ მე დარწმუნებულა რომ ჩვენ ილიას ვიხილავთ საუკეთესო მომენტში, როცა საჭირო იქნება მისი დანახვა რა. და ველოდოთ შედეგებს საინტერესოა და ფაქტიურად თავში ისეთი არაფერი არ გაუტარებია ილიას რომ იყო წაბარბაცება, მაგრამ ისეთი არ გაუტარებია რომ რაც გაფუჭებული იყო ანტონი ფერგუსონი დამართნოდა და სახელი გვარი არ ახსოვდა და ვინ იყო და რა იყო არ ახსოვდა მოკლედ ვთქვით რა. ამიტომ დაველოდოთ ინფორმაციას ძალიან საინტერესო არის რა პარალელს გაგიბრუნებენ და მაგიდან გამომდინარე არის ყველაფერი აგებული რა. ბიჭო, აი რა სიგიჟე ბრძოლა იყო და როგორი ბრძოლა იყო, მაგრამ მაინც მგონია რომ დიდი არაფერი არ აქვს შესაძლებელი რა. ვცდები, რატომ ფიქრობ ეგრენად? BFA-ის კოუჩი ვარ, ჩემი ბიჭი დავობენ, ყველა და იკიდავენ. ყველაზე ხარ მე მირჩევნია, გეფიცე კრიტიკა მქონია ძალიან ბევრჯერ, რომ ჩემი ბრძოლები იციან, რადგან გომშიც არიან დამტყვის მიმწოდებელი და რეალურად პანჩერები არიან. ყველაზე ხარ და ვიღაცებმა ჩემმა მიმწოდებმა ცოტა კი რაღაც გადავახტენ თავს და ვიღაცას დაარტყა ზიანი მიაყენე, მაგრამ მე მირჩევნია 10 ბრძოლა ჩაატაროს და 10 დარტყმა გაატაროს, ვიდრე 2 ბრძოლა ჩაატაროს და 200 დარტყმა გაატაროს. ყველაზე ხარ რა. მე გეუბნები მე BFA-ის კოუჩი ვარ მეთქი რა. ჩემი მებრძოლები ფიქრობთ რა შევსვით რომ ვაჭირდებდი კიდე ყოველ რაუნდში წუთნახევარს მაინც ვაჭირდებდი 2 წუთს თუ არა ყველაზე ხარ რა ბიჭო შენი აზრით ეხა უფრო საინტერესო გახდა და უფრო რაღაცა მუღამი მიეცა არ ვიცი ეხა რომ უფრო რომელი და უფრო ორივე შემთხვევაში საინტერესო იქნება ეხა ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა რაც შეიძლება გაგრძელდეს რა ჩემი წარმოდგენით ეხა იდეალური რაც არის ეიმ თუ მოიგო ბენუა სენდენისთან ლეგიტიმური ჭუბია ჩემი აზრით სრულად ლეგიტიმური ჭუბი იქნება გავლახოთ პიმბლეტი მე ანგეიჟიან სარუკიანი მე კიდე რაღაც გამოსწრება ხალხია თუ რუფი მოიგო ან ვიღაცა მოიგო რა ვიცი რაღაც რამდენიმე ჭუბი გვაქვს და ნახაჩევი სადღაც იქნება ალბათ რა რაც ყველაზე მთავარი საინტერესო ჭუბი ჩანს რაც ყველაზე მთავარია ხო ილიამ თოფური არ დაკარგა მისი თავი თოფურიობა ილია თოფური არ დაკარგა ყველაზე
და ბევრი მებრძოლი არის მარცხით ყეხავს და ანუ ეხლა რომ გიხსენოთ უმარნულ მაგამედო წაგებამდე და წაგების მერე უბრალოდ ორი სხვადასხვა ადამიანია რა იყო მაგარი პროსპექტი და იქცა რა ვიცი საშუალო ფენით მე მგონი გეიტკიპერად ამუშავებენ უბრალოდ ეძებენ რომ შემდეგი ვინ მოუგებს და UFC რა რელინგეშუბეს ნო ანუ ილია თოფურია დარჩა და მე ძალიან დიდი მაგრამ კიდე ერთხელ დაუბრუნდები იმ მომენტზე რომ ძალიან მაგრამ მომეწონა მისი ფიდბექი ზოგადად მაგ მარცხეს შეგესახებ რა არანაირი აი პოკერზე საუბარი შენი საღამო იყო შესანიშნავია შენი იყო შეასრულა და საღამოშია მეტი არაფერი არ არის საჭირო ზუსტად ამთავრდა რჩება 155-ში კი ვეჭველი welterweight-ის ოცნება ყდარია ოცნება არა მაგრამ მისია დარი არა welterweight-ის მისია ოცნება იმიტომ რომ ანუ უბრალოდ ისაა მომენტი რომ მახაჩევი ვერ გადაიტანს სავარაუდოდ იმ top 3-ს რომელიც top 3 არის მაგრამ რა იმსახურებს immediate rematch-ს ამსახურებით როგორ არა კარიერით კი კარიერით ვარსკვლავებით 100% იმსახურებს სპორტული თვალსაზრისით მაგალითად ოფიციალური წესი რო იყოს ხო მე ჩემპიონს არასოდეს ამიცემდი immediate rematch-ს რა მიწევდი კიდე შუალედო 4 რაუნდიან ჯგუფს და იმის შემდეგ ვცემდი რემსა მაგრამ ეს ჩემს ხელში არა და იმის მერე კი პირველი რაუნდის ნოკაუტების მერე დაუბრუნებიათ იქ რა ქვია ჩემპიონები ამიტომ კარიერულად და სუპერსტარია და მიცემთ მაგ რა მიგია რა ისე დაგიდებენ კონტრაქტს თამარზე ჭუბობო რომელი ამბიციური ადამიანი და ქართველი განსაკუთრებით ვარ სიტყვის მაგაზე ყველაზე ხარ წარუკიანი თუ პიბლეტი რომელიც გინდა თუ ორივე ამოუშ ორივე ერთად კამბრი დარწმუნებულები ვართ რომ ილია დაბრუნდება თანაც უფრო ძლიერი და ექნება აი სასტიკის ტრიკი რა ის სერია და მის ოპონენტებს რა ვიცი მომავალ ოპონენტებს კიდე რა დაუთხრათ აბა თქვენიც